გუშინ კი ბათუმში ახალგაზრდული პარლამენტის მე-14 სხდომა გაიხსნა. სხდომის მუშაობაში 120 ბათუმელი ახალგაზრდა მონაწილეობს. ახალგაზრდა პარლამენტარები 2 დღის განმავლობაში 6 სხვადასხვა კომიტეტში იმუშავებენ. პროექტის ფარგლებში 1 წლის განმავლობაში 16 ქალაქში იმიტირებული საპარლამენტო სხდომა ჩატარდება, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით 3000 მოსწავლე ჩაერთვება. დღეს დილის წამყვი სტუმრები ახალგაზრდა პარლამენტარები შალვა საბაური, ანანო გორდეზიანი და ხატია ქობალია არიან. გიორგი მიესალმება. მშვიდობის. გავთ. მშვიდობის სამეცნიერო. მადლობა, როგორ წიეთ? ხავთ აღწევდეთ. დიდი მადლობა. ანუ თქვენ დეპუტატები ხართ, ხო, ფაქტობრივად? როგორ გწევთ სამ ამპლუაში? ეს პატები გვაქვს, ხო, დეპუტატები უყავს სტუმრად. აი პირველ რიგში ესე იგი, როგორ მოხვდით ახალგაზრდულ პარლამენტში? როგორი იყო დასაწყისი ამის? თავდაპირველად მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პატივისკენ გამოგხა იმ ომში დაღუპული ვაჟკაცების მიმართ, რადგან ეს არის პირველი და ყველა ქართველის ხალია. რაც შეეხება საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტს, ეს არის თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო პროექტი. მე პირადად პირველივე პროექტის დასაწყისიდანვე შევავსე აპლიკაცია ეს კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, შემდეგ იყო გასაუბრება და ამას მოყვა შემდეგ სხდომები, შემდეგ უკვე ჩავედეთ ორგანიზებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახალგაზრდული პარლამენტი ისეთივე რეჟიმში მუშაობს, როგორც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. თუ თქვენი სამუშაო პროცესი როგორია? თქვენ სხდომებზე რა დადგენილებებს იღებთ, ან ამის შესახებ რომ სისტემა უნდა შესრულია, თუმცა ძირითადად იგივე არის, აქ დატვირთვა მიმდინარეობს თვითონ პარლამენტის წევრებსა და არა თქვა სპიკერსზე და ბიუროკრატიულ სისტემაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენს ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ თვითონ გამოხატონ ახალი იდეები, ინოვაციები, ინიციატივები. წამოაყენონ საკუთარი აზრი, დადგენილება და შემდეგ ყველაზე საუკეთესო დადგენილება და გადის ნამდვილ პარლამენტში. ანუ რეკომენდაციების სახელით. კი, ანუ იყო უკვე მსგავსი შემთხვევა, გავიდა სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტის თემატიკა, მოხალისეობის შესახებ და ეს იყო ძალიან საინტერესო მასშტაბური შეხვედრა პარლამენტში. ანუ საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი მუშაობს ასე ვთქვათ 3 დღის განმავლობაში რეგიონებში. ამ 3 დღის განმავლობაში პირველი 2 დღე არის საკომიტეტო მუშაობა, სადაც ბავშვები უშუალოდ მუშაობენ კომიტეტებში, ასე ვთქვათ, მუშაობენ ისეთ აქტუალურ და მათთვის პრობლემატურ საკითხებზე. შემდეგ უკვე მესამე დღეს არის იმართება პლენარული სხდომა, სადაც თითოეული კომიტეტი წარადგენს ახალგაზრდა პარლამენტარებს, დადგენილებებს და შემდეგ ხდება უკვე კენჭისყრა და ამ კენჭისყრის მიხედვით, ასე ვთქვათ, პარლამენტარები დებატის რეჟიმში არკვევენ და აძლევენ ხმას შესაბამის დადგენილებებს. რამდენად საინტერესოა ეს პროცესი თქვენთვის? დიდ გამოცდილებას აგვაქვს ამაში. კი, ჩვენს და ბავშვებიც. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ჯერ ერთი არის ერთჯერადი პროექტი, როგორც ვიცით, უკვე სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ ეს წარმატებული მსვლელობიდან გამომდინარე, შემდეგ უკვე გააგრძელა და ამ სეზონის დახურვის შემდეგ, რომელიც იქნება ქუთაისში, ანუ ცენტრალური სხდომა გაიმართება ქუთაისში და ამის შემდეგ უკვე დაიწყება ახალი სეზონი, ანუ შემდეგი წლიდანაც შეიძლება ბავშვებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. ანუ ამ პროექტში ჩართულები არიან უფროს კლასელები, როგორც ვიცით. მე-8-დან მე-12-ე ჩასვლის. ძირითადად უფრო მე-10-დან. თქვენ ანუ რა საკითხი? სტუდენტები ხართ? გუშინ რა მოხდა სხდომაზე საინტერესო? ანუ პირველი დღე როგორც წესი არის გახსნის ცერემონია, შემდეგ უკვე გადაინაცვლეს ბავშვები გადაინაცვლებენ უკვე კომიტეტებში და უკვე მიმდინარეობს საკომიტეტო მუშაობა. ანუ გუშინ და დღეს, ასე ვთქვათ, 2 დღის განმავლობაში კომიტეტებში მუშაობენ ბავშვები. ფაქტობრივად დეპუტატობა აპირებთ. ეს არ ვიცი. ხო, ეს ნათქვამია, მაგრამ ფაქტობრივად ძალიან ისეთ საფუძველი გაქვთ, რომ შემდეგ ალბათ ჩაერთვებით დიდ საქმიანობაში, რასაც შექმნა ქვია და მართვა. და რა პროფესიას ეუფლებთ ამჟამად? განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლებია ყველანი, მე პირადად საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. მე სახელმწიფო მართვის ფაკულტეტზე, მე იურიდიულ ფაკულტეტზე. ძირითადად მაინც ანუ 7 კომიტეტი აქვს კომიტეტი და თითოეულ სფეროს მაინც მოიცავს. ეს არის საგარეო ეკონომიკა, ბიზნესი, იურიდიული, ანუ არც ერთი ჯანდაცვა და არც ერთი სფერო არის დაჩაგრული. შესაბამისად, ყველა ბავშვს აქვს საშუალება რომ მოვიდეს და გამხატოს საკუთარი აზრი ჩვენ. და ეს პროექტი თქვენ რას გაძლევთ? რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის? თქვენი ჩართულობა ამ პროექტში?
მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვართ ახალგაზრდები არიან ახალი ინიციატივის შემომტანი საზოგადოება, ეს არის ფაქტიურად ძალა, მომავალი თაობა, ვინც უნდა შექმნას მომავალი პოლიტიკა. შესაბამისად, ჩვენი როლი მნიშვნელოვანია, ჩვენ ვეხმარებით ჩვენზე პატარა თაობას და ასევე ვიღებთ გამოცდილებას, რომელსაც მე ჩვენი კარიერული წესისთვის გამოვიყენებთ მომავალში აუცილებლად. ანუ აპირებთ რომ ეს პოლიტიკური ხაზით გააგრძელოთ. გასაგებია, მადლობა ამ ჩართულობისთვის, წარმატებებს გისურვებთ, და ფაქტურად ეს ჯაჭვური რეაქცია ხო? ანუ თქვენ ვცდილობთ რომ პატარებს მიცეთ თქვენი გამოცდილება, დიდები თქვენ გაცდილენ ამ გამოცდილებას და ასე გააგრძელეთ 1 წლის განმავლობაში და მე კიდე ალბათ არის შეიძლება მე ჩვენ უკვე ასაკში ვართ თქვენ თქვენ მოგცეთ ხმა პარლამენტში. უგადან იყაროთ კენჭაზე რომ წარმატებებს გისურვებთ. წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის.